გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ვეიქა პატურაშვილი, ეს არის Redline. მადლობა თქვენ რომ მიყურებთ. დღევანდელ ვიდეოს დავიწყებ აი ამ კადრებით და შექებით ადგილობრივი კორესპონდენტის, როგორც ვამბობთ ხოლმე, აი ამ ოპერატორის, ვინც თავისი მობილურით ეს კადრი გადაიღო სამარის ოლქში. ხო, ну, ერთ შეხედვით მართლაც AI-ის დამუშავებულ კადრს გავს, მაგრამ არა, ეს არის რეალური მასალა, ეს გადაღებული არის გუშინ 2 აგვისტოს სამარის ოლქში. და ნუ აი ესე არაჩვეულებრივად იწოდა ძნელი გამოსაცნობი აღარ არის უკვე რა ორი ვარიანტია ხოლმე ძირითადად ბოლო კვირების განმავლობაში ან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ან Wildberries ესეთი მოცულობითი საწყობი ამ შემთხვევაში Wildberries თან გვაქვს საქმე დღესაც 3 აგვისტოს ამ ხრივ გამორჩეული შედეგები გვაქვს დღევანდელ ვიდეოში მექნება ნუ ბოლო დღეების ასე ვთქვათ გამორჩეული ამბების მიმოხილვა შესაბამის კადრებს გაჩვენებთ. პატარა პაუზა გამომივიდა ისევ იქიდან გამომდინარე რომ მოგვიწია სხვა საქმეზე გადართვა, რამდენიმე დღე არ განმეახლებია ამბები, მაგრამ არაუშავს აუცილებლად დავეწევით ყველაფერს და მთავარ ამბებს მოგიყვებით მოკლედ. ამასობაში გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ. მოკლედ სამარა გაჩვენეთ, კიდევ დაუბრუნდები სამარას, სადაც სხვა დიდი ფეიერვერკებიც იყო. ახლა კი, ну, ახალ ამბავს მივყვეთ, დღევანდელ ამბავს, ასე ვთქვათ, ეს არის ვლადიმირის რეგიონი, რუსეთის ფედერაცია და მორიგი არაჩვეულებრივი კადრი გვაქვს აქ, სადაც დღეს დაიბომბა სწორედ Wildberries საწყობი. არაჩვეულებრივი ვოისი აქვს ამ ვიდეოს გადადებული. მე ძალიან გავერთე. Товарищи синоптики обещают нам всего 20 градусов, зато с плюсом. Облачность переменная, ветер теплый северо-западный. Ну, кому-то будет ясно, кому-то не очень. Погода в Питере меняется с космической скоростью, а вместе с ней, между прочим, и настроение. Так вот, для стабилизации эмоций дышите глубже и... Так, товарищи синоптики обещают нам всего 20 градусов, зато с плюсом. Облачность переменная, ветер теплый северо-западный. Ну, кому-то будет ясно, кому-то не очень. ცხელა მოსკოვის გარშემო თუ ვლადიმირის რეგიონის გარშემო ბევრგან ცხელა რუსეთის ფედერაციაში და ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს სუსტდება ომის ბიუჯეტი პუტინის ომის ბიუჯეტი და ეს რა თქმა უნდა არის არაჩვეულებრივი სიახლე 175,000 კვადრატულ მეტრზე ყოფილა გაშენებული ეს დიდი უზარმაზარი საწყობი ლოჯისტიკური ცენტრი ჰაბი ვლადიმირის ოლქში აი ამ ინფორმაციას გვიზიარებს სწორედ ეს პოსტი და თან კიდევ გვაქვს კადრი რომელსაც გავადიდებ და აუცილებლად გაჩვენებთ გარდა ამისა ამ კონკრეტული ობიექტის შესახებ ვკითხულობდი დღეს რომ მას ჰქონდა გარკვეულწილად დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია ანუ ეს არ იყო მხოლოდ ერთეული საწყობი ეს იყო გამანაწილებელი პუნქტი ასე ვთქვათ სწორედ ამ პუნქტიდან მოკლედ სათაო ოფისი ასე ვთქვათ Wildberries ანაწილებდა ტვირთებს რუსეთის სხვადასხვა ოლქების თუ ქალაქების მიმართულებით. ცოტა ხანში სტატისტიკასაც გაგაცნობთ, რა დარჩა Wildberries უზარმაზარი ქსელიდან და იმაზეც ვისაუბრებ, რა არის შემდეგი. უпростоრად ამ კითხვას ძალიან აქტიურად სვამენ უკრაინულ მედიაში და მინიშნებები კეთდება ოზონთან დაკავშირებით, მხოლოდ დროის საკითხია, როგორც ჩანს. ის რომ Wildberries მოყვება ოზონის დაბომბვა, ოზონის ქსელის დაბომბვა. ნახოთ ახლა ეს კადრი, როგორც დაგვირდით, გავადიდოთ. აქაც ეპიკური სანახაობა გვაქვს. ესეთი ცოცხალი სურათი მოდის თავისი ხმებით. ალბათ გარბიან სახანძროები, სასწრაფოები, მაგრამ ნუ დაგვიანებული ამბავი არის, იქ გაქცევა ამ ხანძარს ვერაფერი ვეღარ ჩააქრობს. ერთი რამ ახასიათებს Wildberries საწყობებს, რომ ძალიან სწრაფად და ძალიან მასშტაბურად იწვის ხოლმე ეს ყველაფერი. Ну, ვინც არ იცის, კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ეს ამბავი, რომ რატომ Wildberries საწყობები, იმიტომ რომ ეს კომპანია დაკავშირებული არის რუსეთის არმიასთან. სწორედ Wildberries ქსელიდან ხდება ნაწილობრივ ჯარის მომარაგება, ეკიპირებით, დრონის სხვადასხვა კომპონენტებით, სათვალეებით.
ოპტიკური კაბელებით და ასე და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭირო ტვირთებით ამარაგებენ რუსეთის არმიას, ამარაგებდნენ ყოველ შემთხვევაში აქამდე. ნაწილობრივ ალბათ ისევ ამარაგებენ. შესაბამისად, ეს არის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის. აი აქ ჩანს მომენტი, როდესაც ვლადიმირის აი ამ საწყობზე, რომელიც ჯერ ამ დროისთვის მთელი იყო, როგორ განხორციელდა პირველი დარტყმა. აი აქ ჩანს, დაგვირდით, აი ამ მომენტში ჩანს დრონი, რომელიც თანდათან ეშვება და ეხლა ეს ქალი ყურებზე ხელს აიფარებს. კი, იმიტომ რომ მოსალოდნელი არის ბუმ, დიდი აფეთქება. შემდეგი გავაგრძელოთ, ბევრი გვაქვს სანახავი და მოსაყოლი და დიდხანს არ გავჩერდები. აი აქ საუბარი არის ზარალზე, რომელიც მიადგა Wildberries ქსელს უშუალოდ ამ ობიექტის განადგურების შედეგად. წინასწარი მონაცემებით 2.3-დან 3 მილიარდ ევრომდე ზარალზე არის საუბარი. ნახოთ ეს კადრიც. შავი კვამლი და არყის ხეები. კიდევ ერთი ადგილობრივი კორესპონდენტის ობიექტივიდან. აი ესე იწვის რუსული ეკონომიკა. თუმცა ამავე ვიდეოში მე ვისაუბრებ იმ ზარალის შესახებ, რომელსაც უკრაინა იღებს საპასუხოდ რუსული დარტყმების შედეგად, უпростоრად საპასუხო არ არის სწორი ნათქვამი, რუსული დარტყმების შემდეგ ახორციელებენ ისინი ამ საპასუხო დარტყმებს უკრაინელები. რუსეთის დარტყმების შედეგად კი არის მსხვერპლი სამოქალაქო ნაწილში, გასული დღეების განმავლობაში, კიევში, ლვოვში, სხვა ოლქებში. ამაზე მექნება საუბარი ოდნავ მოგვიანებით, როდესაც შესაბამის კადრებს გაჩვენებთ და ამასაც არაული აუცილებლად გვერდს. სხვათა შორის ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე შემხვდა კომენტარი, სადაც წინადადება იყო, რომ მეჩვენებინა თქვენთვის რა ზიანი ადგება, რა ზარალს იღებს უკრაინა რუსული დარტყმების შედეგად. მთლიანობაში არ ვფიქრობ, რომ მე ამას გვერდსული, გასაგებია, რომ აქცენტს ვაკეთებ იმ ზარალზე, რაც რუსეთის ომის მანქანას ადგება და რუსეთში განხორციელებულ დარტყმებზე და ზოგადად უკრაინის წარმატებულ ოპერაციებზე კი ბატონო, ვაკეთებ აქცენტს, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობ იმის შესახებაც, მაგალითად, რომ ხორციელდება ბალისტიკური და რაკეტებით დარტყმები, შაჰიდებით დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. ზამთარში თუ ზაფხულში მე ეს ინფორმაცია არასდროს არ დამიიგნორებია, ყოველთვის ყვები ხოლმე, რაც არის ეს მნიშვნელოვანი და დიდი ამბები, რაც გამოდის გარდა ამისა საჯაროდ, ესაც უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინა მათი საინფორმაციო სტრატეგია ესეთი არის, რა თქმა უნდა, ესეც არ არის გასაკვირი, რომ მაგალითად სამხედრო ობიექტებზე, როდესაც ხორციელდება დარტყმები, მაქსიმალურად შეზღუდონ ამ ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ მაინც, რა თქმა უნდა, გამოდის ეს ინფორმაცია და მათ შორის ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო ასეთი წარმატებული დარტყმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რასაც მოყვა როგორც საბრძოლო მასალების შესანახი ობიექტების, ასევე რიგ შემთხვევაში საწარმოო ობიექტების, სამხედრო საწარმოების დაზიანება, განადგურება, თუმცა აი კონკრეტიკა როგორც ესეთი ნაკლებად გამოდის ხოლმე ამ მხრივ. ხო, მოკლედ მაგ ამბავს აუცილებლად დაუბრუნდები. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც კადრებსაც გაჩვენებთ და ზელენსკის პოსტი იქნება, მანამდე გავყვეთ Wildberries ამბავს. სამარა, ისევ 2 აგვისტოს კადრი არის, ძალიან ეფექტური ფოტომასალა გვაქვს ამ შემთხვევაში, აი ეს 2 კადრი და შემდეგ იქნება ვიდეო სამარის ოლქში გადაღებული. აქ ხმა თუ გვაქვს და რამეს თუ ამბობს საინტერესოა, მე მგონი არ გვაქვს არაფერი, თუმცა კადრი ცალსახად ეფექტური არის. და ესეთ საინტერესო პერსპექტივიდან გადაღებული. ბაიკზეზის, როგორც ჩანს, უკან მგზავრი და ის იღებს, ალბათ GoPro აქვს თავზე დამაგრებული, არ ვიცი. არ მგონია რომ ტელეფონით იღებდეს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. გავაგრძელოთ შემდეგი. ხო, აი მივადექით სტატისტიკას, აი ამ საინფორმაციო გრაფიკაზე ჩვენ მოცემული გვაქვს. Wildberries ქსელის 25 ყველაზე მსხვილი საწყობის შესახებ ინფორმაცია, მონაცემები, რა ტევადობის არის ეს ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია, რა დაიწვა, რა განადგურდა ნაწილობრივ და რა დარჩა მთელი. აი ამ 25-დან როგორც ხედავთ, მრავლდება ისეთები, სადაც დიდი ცეცხლის მონიშნა გვაქვს. აი ეს ყოველი მათგანი, რომელსაც აქ ცეცხლის
ეფექტი ადევს არც ერთი აღარ არის მთელი. ყველა დაიწვა მთლიანად 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ეს არის 2 აგვისტოს პოსტი, შესაბამისად დღევანდელი კიდევ დაემატება აქ და გაიზრდება რაოდენობა. აქ ასევე არის რამდენიმე ისეთი ობიექტი, რომელსაც დრონები მოხვდა, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ან საკმარისად ვერ მოხვდა, ან დროულად ჩააქრეს ცეცხლი და ნუ ნაწილობრივ დაზიანდა. არ განადგურდა მთლიანად, ისე როგორც სხვა დანარჩენების შემთხვევაში მოხდა. და ნუ აი აქ ჩვენ უკვე გვაქვს ოზონზე მინიშნება, მე ვახსენე რომ კეთდება ამაზე გარკვეული ჩვენ გვიყვარს ხოლმე თქვა ნამიოკებით მინიშნებები და ხო ჯერჯერობით ოზონის ქსელს არაფერი არ შეხებია. იყო ერთი ასეთი კადრი, როცა ოზონის დიდ საწყობს ასევე თავზე გადაუფრინა, უბრალოდ გადაუფრინა უკრაინულმა კამიკაძე დრონმა. ჯერ როგორც ჩანს პრიორიტეტი არის Wildberries ქსელი. სხვათა შორის შემხდა ასეთი ამბებიც და დაიწერა და ითქვა ამის შესახებ იმ კადრებთან ერთად, რომელიც გავრცელდა ოზონის აი ამ საწყობების ტერიტორიებიდან. იყო ასეთი რამდენიმე ობიექტი, სადაც ახლოს მდებარეობდა Wildberries საწყობი. ესენი თავისთავად კონკურენტები არიან და ცოტა ისეთი ირონიული გამომეტყველებითაც კი ვიღაცები ოზონის თანამშრომლები უყურებდნენ, როგორ იწოდა მათ გვერდით არხეინეთ Wildberries საწყობები. თუმცა უკრაინაში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ სულ ტყუილად უხარიათ, იმიტომ რომ მათი ჯერიც მალე მოვა და როგორც რობერტ მადიარი იტყვის ხოლმე, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ნახოთ დაველოდოთ ოზონის გარდა კიდევ სხვა ესეთი მსხვილი მასშტაბური ქსელები არსებობს. მე ძალიან მომეწონა მაგალითად აი ეს პოსტი, რომელიც ამავე თემაზეა და ასეთ სარკაზმს გვაჩვენებს. აქ როგორც ხედავთ არის წარწერა, რომ მიმდინარეობს ჩატვირთვა და ხედავთ ამ გოგონას, ხო, სიგარეტით ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოზონის საწარმოებთან, კი არა და საწყობებთანაც შემთხვევით ვინმე შეიძლება სიგარეტი დაუვარდეს. ნუ ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ არსებობს ესეთი ხუმრობა, როდესაც რამე ფეთქდება ხოლმე რუსეთის ტერიტორიაზე. კარგი, წავედით სარატოვის ოლქში, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უკავშირდება უკვე გუშინდელ ამბავს და უკავშირდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულ მორიგ იერიშს. აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს კონკრეტული ობიექტი პირველად არ გამხდარა დარტყმის სამიზნე, არაერთხელ დაიბომბა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამ შემთხვევაშიც აშკარად ჩანს კადრშიც აღიქმება თუ რამდენად მასშტაბური ობიექტი არის, ერთდროულად რამდენიმე ადგილას არის აქ ცეცხლის კერანაჩვენები, დიდ ტერიტორიაზე განთავსებული კომპლექსი არის და ნუ ამჯერადაც რამდენიმე დრონი მიფრინდა როგორც ჩანს აქ ერთდროულად და გავიგებთ ალბათ ცოტა ხანში რა მოცულობის არალი მიადგა რუსეთის ნავთობ ინდუსტრიას ამ შემთხვევაში. ესაც კიდევ ერთი კადრი გვაქვს აქ, იგივე ობიექტის დაბომბვის ამსახველი. ვერაფერს იტყვი. ხო, რა თქმა უნდა, ნავთობი კიდევ უფრო სხვანაირად იწვის. მოკლედ პრიორიტეტები არ იცვლება უკრაინელების, ჩვენ ისე ვხედავთ დიდ დარტყმებს ნავთობგადამამუშავებელ სექტორზე, ლოჯისტიკურ ცენტრებზე და პერიოდულად გვაქვს ისეთი წარმატებული დარტყმებიც, როდესაც ზიანდება ან ნადგურდება სამხედრო სამრეწველო კომპლექსები რუსეთის ტერიტორიაზე. როგორც ვიტყვი ხოლმე, ახლაც გავიმეორებ, რუსეთი დიდია და ბევრი რამ არის იქ დასაბომი. 2 აგვისტოს ამარა, კიდევ ერთი საინტერესო კადრი გვაქვს ამ შემთხვევაშიც. და ესაც ასახავს Wildberries საწყობზე წარმოქმნილ ვულკანს. ვიცი, აბა სხვა რა ქვია. ნამდვილად არ არის გადაჭარბებული, როცა ამ კადრს უყურებ. ასეთი შედარების გამოყენება. უბრალოდ შეხედეთ რა ხდება. ნუ, ამიტომაც არის, რომ ესეთი ძლიერი ცეცხლის შედეგად, რამდენიმე საათში სრულად ნადგურდება ხოლმე ეს საწყობები. ისედაც ხო გასაგებია, რომ ეს არ არის რაღაც რკინა-ბეტონით აგებული შენობები, ეს არის მსუბუქი კონსტრუქციებით ნაშენები ძირითადად, ამიტომაც არის უფრო მოწყვლადი დრონების დარტყმების დროს. არის ასეთი ვარაუდები და სხვა შორის ჩვენ კომენტარებში შემოხვდა და დავეთანხმე ამ ამბავს, რომ დიდი ალბათობით რაღაც სპეციალურ აალებად ნივთიერებებსაც იყენებენ ამ საბრძოლო
ნაწილში, ასე ვთქვათ, დრონების შესაძლოა განთავსებული იყოს ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ერთად რაიმე ესეთი აალებადი ადვილად აალებადი სითხე, არ ვიცი, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფად ცეცხლის გავრცელებას და მოკიდებას, ასე ვთქვათ, ერთი აფეთქება და მეორეა ცეცხლის წაკიდება. სხვა შორის, რამდენიმე დღის წინ კარგად გამოჩნდა ეგ ამბავი, ერთ-ერთ ჩემ წინა ვიდეოში მქონდა თუ არ ვცდები მოსკოვის ოლქი იყო, სადაც საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა უკრაინული დრონი. დიდი ალბათობით ეგ იყო ეს ეგრეთ წოდებული გზააბნეული დრონი, რომელსაც ზემოქმედებენ სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობებით, შემდეგ გადაუხვია მან სამიზნიდან და დაეჯახა კორპუსს და შეჯახების მომენტში აშკარად ჩანდა, რომ რაღაც ჩამოიღვარა და მაშინვე გაჩნდა ცეცხლი, პრინციპში კედელზე, ბეტონზე, რაც აი ამ ვერსიას ამყარებს და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ასეთი რამე ხდებოდეს ერთ სიტყვით. არაფერს არ მომტკიცებ, კიდევ ერთხელ ვამბობ, უბრალოდ გამოითქვა ასეთი ვერსიები და რაღაც მომენტში მეც დავეთანხმე. უბრალოდ ესე ვიზუალური დაკვირვებიდან გამომდინარე. 2 აგვისტო, ისევ სამარა, აქ რა გვაქვს? ესეც განსხვავებული პერსპექტივიდან არის, ხო, ესეც არის დაშვების მომენტი. ხო, სხვათა შორის, აი ამ Wildberries ამ საწყობზე იყო ძალიან საინტერესო ამბავი. რაზეც ახლა მოგიყვებით, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ ყურადღება გამოვახვილოთ აი ამ კადრზე. დრონიც ჩანს რომ ავტომატიდან გახსნეს ცეცხლი იმისთვის რომ დრონი ჩამოეგდოთ, მაგრამ წარუმატებელია. მანამდე როგორც ჩანს უკვე იწოდა ეს საწყობი და აქვე კადრში გაგვიარა Wildberries სატვირთო მანქანა, რაც ძალიან სიმბოლურია. აქვე დგანან Wildberries თანამშრომლები, რომლებიც ესე ხელით იჩრდილავენ თვალებზე და ისე უყურებენ, როგორ იწვის მათი სამუშაო ადგილი. აი ესეთი შესანიშნავი კადრი გვაქვს, ხო. და ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან არის გადაღებული. აქ კადრის დასაწყისში და დასასრულში თუ დააკვირდით არის დასასრულის მომენტში, უფრო სწორად რომ ვთქვათ, არის რუსეთის დროშა გამოსახული ამ როგორ ვთქვა, ბორცვზე. და ამაზე შემდეგ იყო ძალიან საინტერესო ასევე ამბავი, გაჩვენებთ მაგ კადრებსაც. ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ამ დროშით და იქ გაკეთებული წარწერებით, რომელსაც ასევე ნახავთ, მათ შორის ამ აგრესიის მთავარი სიმბოლო, რაც არის ეს Z ნიშნებიც არის ამოტვიფრული ამ ფერდობზე დროშასთან ერთად, ფაქტობრივად ამით მიანიშნეს უკრაინელ დრონის ოპერატორებს განმოუნიშნეს სამიზნე. აი ასეთი შეფასებებიც შემომხდა. მოკლედ, აი ამ კადრებში სწორედ ეგ წარწერა და დროშა ჩანს. აგვირდით? და აი აქვე შესანიშნავი სანახაობა. გადაღების ნიჭი ნამდვილად აქვთ კი. ხშირ შემთხვევაში რუსები, როცა ესეთი დიდი ამბავი ხდება, გადასარევად მუშაობენ, პანორამებსაც გვაჩვენებენ, ზუმით ახლოს მიდიან, გამოდიან, მასშტაბი რომ კარგად აღვიქვათ. ვერაფერს დაუწუნებთ ნამდვილად გადასარევი ნამუშევარი ამ შემთხვევაშიც. ყველაფერი ერთ კადრში, ყველაფერი ერთ უწყვეტ კადრში. რუსების ეგრეთ წოდებული ძერჟავა, მათი დროშა, მათ Z სიმბოლოები და შედეგიც, რომელიც საპასუხოდ მიიღეს და ჯერ კიდევ სად არის, ჯერ კიდევ დიდი ალბათობით ბევრს მიიღებენ. აი აქ გვაქვს უკვე სატელიტური გამოსახულება იმ ამბის, რომელიც ახლა მოგიყევით, სამარა რუსული დროშა, Z-ი და Wildberries საწყობი, რომელიც აგიზგის და აი ასე ოდნავ მოგვიანებით. ესეც ასე. შემდეგი გავაგრძელოთ, კიდევ რამდენიმე ამბავი უნდა გაჩვენოთ და მოგიყვეთ, ასე რომ დარჩით. არ წახვიდეთ არსად, თუ არ დაგილაიქებიათ ამასობაში დაალაიქეთ ჩემი ვიდეო თუ არა, აი ეს კადრები ნამდვილად იმსახურებს დაალაიქებას და არ დაგიზარებათ, იმედი მაქვს. ის რომ არის ხოლმე, ხო იცით, Facebook-ზე რო გამოვარდება, აბა რამდენ გულს დააგროვებს თუ რაღაც, რამდენ ლაიქს დააგროვებს. ჩათვალეთ რომ ეგეთი ჩელენჯია, რამდენ ლაიქს დააგროვებს ახლა ეს ვიდეო, რომელიც სამარის ოლქში არის გადაღებული. რაღაცა fish eye არის, ხო, მე მგონი ეგეთი გამოსახულება. ესეც საინტერესო კადრია. კარგი, შემდეგი. ხო, აი მივადექი ამბავს, რომელზეც თავში საუბრობდი, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ
კოლაშ, აი აქ სტატისტიკა აქვს მოყვანილი ვოლოდიმირ ზელენსკის. პოსტში საუბრობს მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში რა რაოდენობის დარტყმები განხორციელდა 16 რეგიონს უკრაინის დაარტყეს გასული ერთი კვირის განმავლობაში. და ამ დროის განმავლობაში რუსებმა 1900 დრონზე მეტი გაუშვეს, დაახლოებით 1900 დრონი გაუშვეს უკრაინული ქალაქების მიმართულებით, 1600 დაახლოებით საავიაციო ბომბი გამოიყენეს და 144 რაკეტა, განსხვავებული ტიპის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ეს მხოლოდ ერთ კვირაში. აქვე ზელენსკი ამ პოსტში, რომელიც დიდი ალბათობით გუშინდელი არის, კი ბატონო 2 აგვისტოს პოსტი არის, ეხმაურება სუმში განხორციელებულ დარტყმებს საავიაციო ბომბებით, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. იყო ასევე ხარკოვის რეგიონში დარტყმები, იყო ასევე ოდესა, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი. გასული დღეების განმავლობაში იყო ასევე ტრაგიკული ფაქტები ლვოვში დაფიქსირდა მსხვერპლი და კიევში, ხო, კიევი ზოგადად რუსული აი ამ ტერორის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ. გადავხედოთ ამ კადრებს და ხო, თან ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ემსახურება ეს დარტყმები. ხო, პირველ რიგში და ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ფაქტები და ძალიან ადეკვატური შეფასება ამ ამბის, თუ რას ემსახურება რუსების დარტყმები. შედეგებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ჩანს. ძირითად შემთხვევებში ჩვენ ვხედავთ დანგრეულ კორპუსებს. დამწვარ სახლებს, დაშავებულ მოქალაქეებს და რაღაც ზოგ შემთხვევაში სოფლის სახლებია დანგრეული უბრალოდ, სადაც უბრალოდ აბსურდი არის საუბარი იმაზე, რომ იქ რაიმე სამხედრო დანიშნულების ობიექტი იყო. გასაგებია ეს ყველაფერი რასაც ემსახურება, სხვათა შორის ამას არც თავად რუსი ზედპატრიოტები არ მალავენ ხოლმე და ამბობენ ხშირ შემთხვევაში რაღაც პოსტები შემოხვდა, აკრიტიკებენ კიდევაც მოსკოვს, რომ ისინი ითხოვენ, რომ უფრო სამხედრო სამიზნეებზე გაკეთდეს აქცენტი და არაფრის მომტანი არ არის ეს სამოქალაქო მსხვერპლი ამბობენ. და შეფასებებში არც იმას მალავენ, რომ ეს ემსახურება რუსეთის მხრიდან ტერორს მოქალაქეების, რომ ისინი გატეხონ და დანებდნენ, მაგრამ რა ვიცი, მეხუთე წელია არ ნებდება ეს ხალხი, მიუხედავად აი ამდენი ტკივილისა და ვერ გატეხეს ეს ხალხი და განაგრძობენ ისინი ბრძოლას, იმიტომ რომ ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, ამ ქვეყნის არსებობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. თუ უკრაინელები დანებდებიან აი ამ მძიმე შედეგების მიუხედავად, მათ ესმით, რომ ეს ქვეყანა უბრალოდ აღარ იარსებებს, მას თავიდან ბოლომდე შთანთქავს რუსეთის ფედერაცია, რუსეთის დამპალი იმპერია და ამიტომაც განაგრძობენ ისინი ბრძოლას. და ეს ბრძოლა აქვე უნდა აღვნიშნოთ და ხშირად უნდა გავიმეოროთ, ჩვენ თავსაც უნდა გავუმეოროთ და გარშემოყოფებსაც საქართველოში, რომ ეს მათი ბრძოლა, მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვა და შთანთქა უკრაინა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას უზამს ის გარშემო შედარებით უფრო სუსტ, გაცილებით უფრო სუსტ სახელმწიფოებს, მაგალითად ისეც როგორც არის საქართველო, მის მეზობლებს. აქ რაც ხდება ახლა გასაგები არის, თუმცა კიდევ უფრო დამძიმდება სურათი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა ამ ომში საბოლოოდ მაინც მიაღწია წარმატებას და ეს ჩვენთვისაც არ იქნება გადაჭარბებული, რომ ვთქვათ, რომ ეგზისტენციალური საკითხი გახლავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აუდიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და იმასაც ხვდება, რატომ აქ მე განსაკუთრებული აქცენტი რუსეთ-უკრაინის ომზე, მისი შედეგების გაშუქებაზე და ეს შედეგები სამწუხაროდ მოიცავს ასეთ მძიმე რეალობასაც უკრაინის ქალაქებისთვის. ზელენსკის აი ამ პოსტის ბოლო ნაწილში კი უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას ჭირდება მეტი დახმარება, მხარდაჭერა პარტნიორებისგან. მათ ჭირდებათ საჰაერო თავდაცვის სისტემები იმისთვის, რომ როგორღაც გაუმკლავდნენ რუსულ ტერორს. ხო, რაც შეეხება სამხედრო ობიექტებს, ამაზე მქონდა საუბარი ნაწილობრივ და კიდევ დავამატებ იმას, რომ ხო, გამოვიდა ინფორმაცია, რომ გასული 2-3 კვირის განმავლობაში იყო რამდენიმე ზუსტი დარტყმა უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე. რადგან ეს ინფორმაცია გახმაურდა და მოუწიათ ამის დადასტურება ოფიციალურ დონეზე უკრაინაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ზარალის შესაბამისად იყო მნიშვნელოვანი. თუმცა დეტალები არ ვიცით, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თავს იკავებენ ისინი შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისკენ.
იმედი ვიქონიოთ, რომ მოახერხებენ ისინი რაღაცნაირად რეაბილიტაციას ამ ყველაფრის, ძალების აღდგენას და წარმოების ტემპის შენარჩუნებას, განსაკუთრებით დრონების წარმოების ტემპის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანი არის არაერთი დანიშნულებისთვის, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე საშუალო დისტანციაზე დარტყმებისთვის და ბუნებრივია შორ დისტანციაზე დარტყმებისთვის. ახლა ჩვენ ნახავთ კადრებს, რომელიც ასახავს საშუალო დისტანციაზე დარტყმების ეფექტურობას ამ შემთხვევაში საუბარია ლოჯისტიკის ლოკდაუნზე. სამხრეთის მიმართულებით მიმავალი კოლონა, ყირიმის მიმართულებით მიმავალი კოლონა, უფრო კონკრეტულად, შემდეგ ის ინფორმაცია დადასტურდა. საწვავმზიდები, რამდენიმე ავტომობილი, ხედავთ კადრში, ეს არის 2 აგვისტოს მასალა, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ეფექტურად გაანადგურეს უკრაინელებმა საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონებით. ვნახოთ ეს არაჩვეულებრივი კადრები. ხო, რატომღაც რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ესე ერთად შეჯგუფებული კოლონა უნდა გაეგზავნათ, რაც რა თქმა უნდა შეცდომაა, მით უმეტეს იმ რისკების გათვალისწინებით, რაც საყოველთაო ცნობილი არის. გაუადვილეს პრინციპში უკრაინელებს საქმე, ერთ ადგილზე თავმოყრილი ბევრი სამიზნე და არც მათ არ დაუყოვნებიათ, ასე ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს. ძალიან ეფექტური კადრები იქნება ახლა. ხო, მოდი დავაპაუზებ. ერთი წამი, აი აქ დავაპაუზოთ. აქ ხედავთ, რომ თითოეულ ამ საწვავმზიდს უკან მიყვება შედარებით მსუბუქი ავტომობილი ან წინ მეუძღვის. ეს უკვე დიდი ალბათობით არის ეგრეთ წოდებული ეს მობილური ჯგუფები, რომლებიც იდეაში ამ ტვირთების დასაცავად არის განკუთვნილი, თუმცა იქ ისინიც აღმოჩნდნენ სამიზნე. აი ამ სტოპ კადრში კი თუ აღიქმება, არ ვიცი, თეთრი ფერის პატარა წერტილი ჩანს, ეს წერტილი დრონია, რომელიც შემდეგ უკვე ეჯახება ცისტერნას. ჩაუწიოთ ხმას. მოძრავი საწვავმზიდი კიდევ სხვანაირად იწვის და მეთანხმებით, მოკლედ ეს 2 აქვე განადგურდა, კვალი ასეთი დატოვა. თუმცა აქ არ მთავრდება ოპერაცია. აქ ნახეთ, ესე იგი დარტყმის ტალღამ საერთოდ გზიდან გადააგდო და გადაატრიალა ამ შემთხვევაში ეს სატვირთო. ციკიჩე კადრია. აი ეს უკვე დანარჩენი ნაწილი არის წინ რომელიც მიდიოდა. ხო, შესაძლოა რიგ შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული მობილური ჯგუფები რაღაც საქმეს აკეთებენ და რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ მათთვის ძალიან რთულია მოქმედება, ალბათ იმიტომ, რომ არ აქვთ ინფორმაცია საიდან იციან, ალბათ წინასწარ აქვთ შეტყობინება, რომ რაღაც საფრთხე არსებობს, მაგრამ ალბათ არ იციან ზუსტად რა მიმართულებიდან მოფრინავს დრონი. შესაბამისად, უკრაინელები კარგად ფლობენ ამ ტაქტიკებს, რომ შემოუვარონ, რიგ შემთხვევაში უკნიდან დაარტყან, რიგ შემთხვევაში წინიდან გაცდნენ და გვერდიდან და ისე დაარტყან. და ხო, შედეგი სახეზეა. აქაც აი ესეთი შედეგი დადგა ამ შემთხვევაში. ეს სატვირთოც გადავარდა გზიდან. 414 ბრიგადა, მადი არის ჩიტები. ავრცელებს ამ კადრებს. აქ გვაქვს უკვე მოგვიანებით ნაჩვენები ფოტომასალა. ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე ხდებოდა ეს ყველაფერი, ვიდრე ეს კოლონა მიაღწევდა ყირიმამდე. აი ესეთი კადრებია უკვე შემდგომ გადაღებული. შემდეგი. ხო. აქაც ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ეს ხდება გელენჯიკის ტერიტორიაზე. დღევანდელი მასალა არის 3 აგვისტოთი არის დათარიღებული. უკრაინული დრონის ჩამოგდებას ცდილობდნენ ელექტრონული ბრძოლის სისტემებით, მის სიგნალის ჩახშობა მოხდა, როგორც ჩანს, გზიდან გადაუხვია და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ დაეცა პლეაჟზე. ნახეთ. აი აქ არის დრონი. ხო. ესეც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ელექტრონული სისტემების მოქმედების შედეგი ამ შემთხვევაში. მსხვერპლი არის, როგორც დაიწერა, პირველადი ინფორმაციით მინიმუმ 3 ადამიანი არის დაღუპული და არიან დაშავებულებიც.
გავაგრძელოთ, ეს არის გუშინდელი, არა, დღევანდელი მასალა არის გასულ ღამეს განხორციელებული კიდევ ერთი დარტყმა არის ბელგოროდის ოლქი, რუსეთის ტერიტორია, ტექნიკურ უნივერსიტეტის შენობას დაარტყეს აქ, რომელიც თავის მხრივ დრონების ტექნოლოგიების შექმნის, წარმოების და ну, მოკლედ აი ამ ხაზით მუშაობდა, სწორი ნათქვამია, მოკლედ დაარტყეს უკრაინელებმა დრონებით. Там всё горит. Прям всё. Вон, видишь, даже лестничный пролёт видно. Корреспонденты. Пизда, это, ну, сука, там, где беспилотные аппараты делают и учат, блядь, как ими управлять. Цота уцензуро. Ему пизда, его просто весь взорвали. Цензурот საუბრობს ჩვენი კორესპონდენტი, მაგრამ მიუტევოთ ახლა ემოციური ფონია და აღებებულია. Каутарот. Ну, сука, там, где беспилотные аппараты делают и учат, блядь, как ими управлять. Ему пизда, его просто весь взорвали. ეგაც ტექნიკური უნივერსიტეტის ამბავი ბელგოროდის ოლქი. და გრძელდება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმის ტერიტორიაზე, ასევე დონეცკის ოლქში გამორთვის ოპერაცია მადიარის ჭიტებისგან. და განაგრძობენ ამ ოპერაციის ფარგლებში ესეთი ენერგოობიექტების განადგურებას, გამანაწილებელი ქსელები, ქვესადგურები, მოკლედ ინფრასტრუქტურა, რაც განკუთვნილი არის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის. უკვე დიდი ხანია ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდების სერიოზული პრობლემაა, რაღაც საათობრივი გრაფიკები არსებობს ზოგ შემთხვევაში, ზოგან საერთოდ ხან დღეები ისე გადის, რომ დენი არ არის. წყლის მომარაგების პრობლემაც არის და ნუ მთლიანობაში ძალიან ბევრი დისკომფორტი არის იქ რუსებისთვის შექმნილი და ძალიან ბევრმა ამ დისკომფორტის გამო უკვე დატოვა კიდევაც ყირიმის ტერიტორია, თანდათან ეს პროცესი გრძელდება და ვნახოთ ეს ტაქტიკა როგორ იმუშავებს ყირიმის დეოკუპაციის ნაწილში. გაცხადებულია ამოცანა, რომ უკრაინელებს სურთ, რომ დაცალონ რუსებისგან ყირიმი მთლიანად და ამის შემდეგ უკვე ვნახოთ, საინტერესოა როგორ გადაწყდება ეგ ამბავი. ბევრი რუსეთის მოქალაქე, პრინციპში თავის ვიდეო მიმართვებში, რომლებსაც ავრცელებენ ხოლმე, მათ შორის მოსკოვში ჩაწერილი ვიდეოებიც მახსოვს, სადაც ამბობდნენ, რომ ყირიმს უკვე წარსულ ფორმაში მოიხსენიებდნენ მათ შემადგენლობაში, აღარც კი განიხილავენ ყირიმს, თუმცა ნუ ფაქტობრივად კონტროლს რა თქმა უნდა ახორციელებს კვლავ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და ვნახოთ რა მოხდება. ძალიან ველოდები ყირიმის გარშემო მოვლენების განვითარებას. მოსკოვი დაეცემა ყირიმის გავლით, ასე ამბობენ უკრაინაში და ასე უწოდეს ოპერაცია მალოჩკას მაგალითად. ამ წინადადებით არის ნაკარნახევი მისი დასახელება, ეს მოლოჩკა, მოსკოვი დაეცემა ყირიმის გავლით, ასე ითარგმნება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის განადგურებას და ამაზე ხშირად მისაუბრია. სხვათა შორის ეგ პროცესი შეჩერდა ცოტათი, გუშინ ნახე ერთი კადრი, სადაც წყალზე და დრონის გამოყენებით ჩაძირეს ერთ-ერთი ხომალდი, ტვირთმზიდი. თუმცა მთლიანობაში ისეთი ეფექტური სტატისტიკა აღარ გვაქვს, როგორც გასული კვირების განმავლობაში ჰქონდა ხოლმე შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში 200-ზე მეტი ხომალდი გაანადგურეს მთლიანობაში მადიარის ჭიტებმა. თუმცა საინტერესო სტატისტიკა გვაქვს დღეს, ესეთი შემაჯამებელი სტატისტიკა გვაქვს პრინციპში რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგების ამ ომში და პრინციპში აღსანიშნავი ამბავია, რომ ივლისის თვემ 2026 წლის ივლისის თვემ მოხსნა აბსოლუტური რეკორდი. მთელი ამ ომის მიმდინარეობის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთის არმიაში დანაკარგების, აქ იგულისხმება როგორც დაღუპულები, ასევე დაზიანებულები იმ დოზით, რომ ისინი გამოეთიშნენ საბრძოლო მოქმედებებს. 42860 არის საერთო ჯამში მსხვერპლის და დაშავებულების რაოდენობა. 42860 მხოლოდ ერთ თვეში. მე მახსოვს ფიოდოროვის ყოფილი თავდაცვის მინისტრის პროგნოზი, რომელიც პროგნოზი კი არა, ანონსი იყო, ამბობდა, რომ 50000-მდე უნდა ავიდეთ თვეშიო. 30-35 იყო ხოლმე მიმდინარე წლის განმავლობაში
ძირითადად დაახლოებით მან მერყეობდა რუსეთის დანაკარგები თვეში, მაგრამ 40,000-იან ნიშნულს პირველად აცდნენ. აქ არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური მონაცემი ნაჩვენები, რომელიც ეყრდნობა ფაქტებს. ამ შემთხვევაში ეს არ არის გაზვიადებული რიცხვი და თავის მხრივ ეს ფაქტები დღეს არის მარტივად დასადასტურებელი. ეს მონაცემები დგება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დრონებს მოგეხსენებათ, რომ კამერები კი აქვთ დაყენებული და არაჩვეულებრივი გამოსახულება აქვს და თითოეული დანაყოფი აგროვებს თავის სტატისტიკას. შემდეგ ეს ყველაფერი ჯამდება და შესაბამის ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულებებთან ერთად ადგენს აი ამ სტატისტიკას. ერთ სიტყვით დასაჯერებელი ამბავია, ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელშიც ეჭვი უნდა შევიტანოთ და ძალიან ლოგიკურია, რომ ამის ყველაფრის დადასტურება მარტივად არის შესაძლებელი და ასეთი ახალი რეკორდი დაფიქსირდა მოკლედ. შესაბამისი გრაფიკული გამოსახულება გვაქვს აქ ივნისის თვეში. აი აგერ ვარაუდებზე რომ არ ვილაპარაკოთ, პირდაპირ გვაქვს თლიანად ამ წლის სტატისტიკა. იანვარი 31,710 სამხედრო დანაკარგი რუსეთის ფედერაციის რიგებში, თებერვალი 26,090, მარტი 31,960, აპრილი 32,980, მაისი 33,760, ივნისი 39,290 და ივლისი 42,860. ერთი რამ შეგვიძლია დამატებით ვთქვათ, რომ ეს დანაკარგების ზრდა მიანიშნებს და პასუხობს პრინციპში იმ მოცემულობას, რომ რუსეთის არმიამ ბოლო განსაკუთრებით 2-3 თვის განმავლობაში გააძლიერა ამ ეგრეთ წოდებული სახორცე შტურმების ტალღები და უმატა ამ სასიკვდილო მისიებში ჯარისკაცების გაგზავნას ისეთ მიმართულებებზე, მაგალითად, როგორც არის კონსტანტინივკა, როგორც არის სუმის მიმართულება და ასე შემდეგ. შედარებით პასიურები არიან სამხრეთის მიმართულებაზე, სადაც ლოჯისტიკის სერიოზული პრობლემები აქვთ უკვე, სწორედ იმ ფონზე, რაც წინა კადრებში გაჩვენეთ, იწვის მათი სამხედრო მომარაგება გზებზე, თუმცა აღმოსავლეთის ფრონტზე უტევენ, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად ნახულობენ ძალიან დიდ დანაკარგებს. დანაკარგები მერე ნახეთ მობილიზაცია თუ გამოცხადდა და საერთოდ მომზადების გავლის გარეშე თუ გაყარეს პირდაპირ ხალხი ფრონტზე რუსეთის მოქალაქეები. ეგ ამბავი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ ფაქტობრივად აღარ არის, უბრალოდ დროის საკითხია, კითხვა ისმის იქნება მობილიზაცია თუ არა. ასე არ ისმება ეს კითხვა, ისმის კითხვა როდის იქნება რუსეთის ფედერაციაში მორიგი მობილიზაციის ტალღა. ეს ალბათ იქნება შემოდგომას არჩევნების შემდეგ. ასეთი მოლოდინი არსებობს და ნახოთ, მაგ ამბავში როგორ იქნება საქმე. ეს არის უკვე ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. 3 აგვისტოსთვის პლუს 1390 განეიტრალებული, მოდით ასე ვთქვათ, ტრის ჯარისკაცი. 1390 კაცი დღეში. და აი აქ უკვე არის დაჯამებული მთლიანად რაოდენობა 24 თებერვლიდან 2022 წლის დღემდე 1,450,510 განეიტრალებული სამხედრო მოსამსახურე. ეს არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები. აქ სხვა მონიშნებია, როგორც ხედავთ, შეიარაღება, სახმელეთო, საჰაერო, დრონები, ყველაფერი და აი აქ პლუსებს, რასაც ხედავთ ნარინჯისფრად დაწერილს, ეგ არის ერთი დღის მონაცემი მოკლედ და აქეთ არის მარცხნივ მთლიანი სტატისტიკა. შეგიძლიათ დააპაუზოთ და გადაავლოთ ამ ყველაფერსაც თვალი. კიდევ ერთ რამეზე გავამახვილებ ამ ნაწილში ყურადღებას. ნახეთ ერთი დღის განმავლობაში რამდენი სატვირთო მანქანა და საწვამზიდი არის განადგურებული. 485 ერთეული მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში. და შეხედეთ საერთო რაოდენობას რამდენი არის, ხო? 129,428 ერთეული მთლიანად ამ ომის განმავლობაში და იცით რა? აქ ძალიან იმატა განსაკუთრებით ბოლო 2-3 თვისგან მაისის შუა რიცხვების შემდეგ განსაკუთრებით იმატა აი ამ კამპანიამ უშუალოდ ლოჯისტიკის მორღვევისთვის და ამის შესახებ პრინციპში მისაუბრია. სხვათა შორის მაისში იყო ეგეთი სტატისტიკა, რომ ყოველდღიურად საშუალოდ იყო ხოლმე 300
და ამ შემთხვევაში უფრო მეტი გვაქვს. თითქმის 500, ხო? 485 ერთ დღეში. დანაკარგები აქვს რუსეთის არმიის რიგებში, თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ რუსეთის საზოგადოება ამას დიდად განიცდის. რა თქმა უნდა, ეხა ეს ყველას არ ეხება. უამრავი ადამიანი კარგავს თავის ოჯახის წევრს, ახლობელს, საყვარელ ადამიანს, მაგრამ ყველა ერთნაირად არ განიცდის. ახლა აი ამ ვიდეოში მე თქვენ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ოჯახური ღირებულებები რუსეთის თანამედროვე რეალობაში. მოკლედ, აქ არის ესეთი მოპრანჭული გოგონა, რომელმაც ამანათი მიიღო ფრონტზე მყოფი ქმრისგან. ის იქ არის ხელების სისხლში აქვს, როგორც ამ პოსტშიც არის აღნიშნული. ქმარს ხელები აქვს სისხლში, თუმცა ის რაღაც ძვირფას საჩუქრებს იღებს იმ ფულით, რომელსაც ის უკრაინის მიწაზე გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ. კაცმა არ იცის, რამდენი დღის სიცოცხლე დარჩა, მაგრამ ჯერჯერობით ცოცხალია როგორც ჩანს და ზრუნავს საკუთარი მეუღლის განწყობას. ნუ მთელი ამბავი აქ არის დამოკიდებულებაში, აი ამ ქალის, რომელსაც თქვენ თავად მოისმენთ. ხო, დანარჩენი комментарები თქვენ გააკეთეთ და დატოვეთ комментарების ველში დავლა. СВО и очередной раз он мне прислал Мой муж на СВО, и очередной раз он мне прислал курьер. Я догадываюсь, что там может быть. Я вчера выставила видео и зарекнулась, что мужество. Где мое? Ну, мне кажется, что это. Так что мы сейчас будем открывать и смотреть, что мой муж мне прислал. Сейчас. Если это оно, я буду плакать, знаете, больше из-за того, что мой мужчина меня слышит. Мои какие-то намеки, мои желания, что ему не нужно говорить, мне это надо. Он просто меня слышит. Если сейчас это, ну, я даже больше буду плакать не из-за подарка, а из-за того, что... Из-за отношения моего мужчины ко мне. Что, готовы? Я сейчас увижу вместе с вами. Я обломаюсь, если это не это. Что, 1, 2, 3. Да. Просто, понимаете, мне кажется, самое ценное, если ты находишь своего мужчину, чтобы он тебя слышал. Твои желания, намеки, даже просто фразы. Это была просто фраза, и вот на следующий день он мне прислал. Что, будем делать распаковку? Люблю тебя. ხო, ნუ, ხედავთ, რაშიც არის საქმე. ვის ანაღლებს რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება ომს, მათ აგრესიას უკრაინაში. არავის არ ანაღლებს. ბედნიერია ცრემლებს აღვარღვარებს, რომ თავისმა ქმარმა, რომელიც იქ ფულს იღებს ომში, რაღაცა სავარცხელი გაუგზავნა, არ ვიცი. მე მგონი ეგ იყო რაღაც სავარცხელი, ხო, ელექტრო. ანუ ეს არის მათი ღირებულება, არანაირად არ აქვს ამ ადამიანს ახლა სენტიმენტი იმის, ვინცად მოკვდება. ხო, ნუ, არც ის არის გამორიცხული, რომ ერთ დღესაც, როდესაც მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ქმარი კობზონის ბილეთით დააჯილდოვეს, როგორც იტყვიან ხოლმე, კონცერტის ბილეთით. მაშინაც ალბათ წამოყრეს ცრემლებს, მაგრამ ნუ მე შემდეგ ბედნიერად გააკეთებს unboxing-ს მორიგი შოპინგისას, როდესაც კომპენსაციას მიიღებს. ეს იქნება და ეს. აი ეს ხალხია რა. მე შეგნებულად ვაკეთებ ხოლმე აქცენტს ისეთ ვიდეოების ჩვენებაზე, სადაც ჩანს ამ საზოგადოების ღირებულებები. ანუ ეს არ არის შემთხვევით არამერჩევია. წინა ვიდეოებსაც თუ ნახავთ, იქაც რაღაცა განსხვავებულ სიტუაციებში რუსეთის მოქალაქეების რაღაც განსხვავებულ რეაქციებს გაჩვენებთ ხოლმე, იმისთვის რომ უბრალოდ წარმოდგენა შეგვექმნას თანამედროვე რეალობაში დღეს ამ ხალხის ღირებულებები სად დგას. ეს ყველაფერი დადის აი ამაზე. რაღაც სავარცხელი, რაღაცა კარგი ტანსაცმელი, ბრენდი, რაღაც საათი პირობითად, კარგი საჭმელი, კუჭეზე გადის ბევრი რამე და ნუ წელსკვევით აღარ გავაგრძელებ ახლა თქვენ თვითონაც ხვდებით. ეგრეა რა, აი ეს არის მათი სახე
და ეს არის ჩვენ ამ დროს ვლაპარაკობთ რაღაც ადამიანის სიცოცხლის ღირებულებაზე, უკრაინის თავისუფლებაზე, ქვეყნის ეგზისტენციალურ საფრთხეზე, რუსეთის რაღაცა საზოგადოების წნეხზე ვსაუბრობთ და რა ვიცი, აბა იქნება, გაიღვიძებს მათში რაღაც პროტესტი, რაღაც დანაკარგების ფონზე, ამდენი მსხვერპლის ამისა. არ ვიცი, ეჭვმეპარება მსხვერპლის გამო მინიმუმ რომ გაიღვიძოს მათში რაღაც წინააღმდეგობამ და პროტესტმა, ისევ აი ამ ფუფუნების დაკარგვის შემთხვევაში, აი ამ ტიპის დისკომფორტის ფონზე შეიძლება გაიღვიძოს მათში რამე. არ ვიცი, წინააღმდეგობამ. პრინციპში ეს ალბათ ჩვენზე კარგად ესმით უკრაინაში, როდესაც აკეთებენ სხვადასხვა სიტუაციის ანალიზს და შედეგებს განსაზღვრავენ, ოპერაციებს გეგმავენ, ამას ემსახურება ზუსტად ის, რასაც აკეთებენ. ურტყამენ მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს იმისთვის, რომ ბენზინი დროზე ვერ ჩაასხან, საცობში გაიჭედონ, ხასიათზე დადგნენ ამის გამო და პროტესტი გაუჩნდეთ, რაღაცა გაუძვირდეთ, რაღაცა ვერ იყიდონ, სადღაც ვერ წავიდნენ დასასვენებლად. კარგად ვერ გაატარონ დრო, აი ეგ არის რა, ამ ხალხს ეგ უნდა შეუზღუდო, თუ გინდა რომ რაღაცაზე დაფიქრდეს და ვინმეს მიმართ პროტესტი გამოხატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიანაც ბედნიერად უჭერენ მხარს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ძალიან ბედნიერად უჭერენ მხარს მათ ბეილაც ვლადიმერ პუტინს. თავის მხრივ მაგრად გულაობენ როგორც ჩანს რუსი გენერლები. მოსკოვში 2 დღის წინ მოხდა ეგეთი ამბავი, რომ ერთ ადგილას თავმოყრილი სამხედრო მაღალჩინოსნების განეიტრალებას ცადეს. დიდი ფილოსოფია არ ჭირდება იმის მიხედვას თუ ვინც ცადა ეს ყველაფერი, ალბათ ეს იყო უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ოპერაცია. მოკლედ ამბავი იყო იმაში, ვინც არიცით, რომ ალექსანდრ ჩაიკო, ასეთი გენერალი, საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური, აღნიშნავდა საკუთარ დაბადების დღეს ერთ-ერთ ესეთ ძვირად ღირებულ რესტორანში, თურმე, მოსკოვში და დაპატიჟებული ყავდა შესაბამისი მაღალი რანგის სტუმრები. იქ მივიდა კურიერი, მიიტანა საჩუქარი, რომელიც რეალურად იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და აფეთქდა. ბოლო ინფორმაცია ასეთი არის, რომ იყვნენ დაშავებულები, იყვნენ დაღუპულებიც, თავად ეს კურიერი დაიღუპა რუსული წყაროების ინფორმაციით და დაცვის თანამშრომელი, ვინც ცდილობდა ამ ეგრეთ წოდებული საჩუქრის გამორთმევას, როგორც ჩანს, საბოლოოდ ვერ მიაღწია ამანათმა ამ გენერლამდე, ჩაიკომდე, იმიტომ რომ მას რომ ხელში ჭეროდა ცოცხალი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა, სადღაც შორი ახლოს ავფეთქდა. ბოლო მონაცემებით ის არ არის დაღუპული, არც სხვა გენერლების შესახებ არ გავრცელებულა ინფორმაცია. ასე ვთქვათ, ნახევრად წარმატებული იყო, ასე დავარქვათ ეს ოპერაცია, ხო? მაგრამ საქმე არის სხვა რამეში კიდევ. რუსეთში გამოხმაურება მოყვა საზოგადოების ნაწილში, ეგრეთ წოდებული Z პატრიოტებიც, მაგალითად ეს გოლოვინი და სხვები აღშფოთდნენ ამით, რომ იქ ხალხი თავს აკლავს, სახორცე შტურმებში აგზავნიან ფრონტზე ჯარისკაცებს და ეს გენერლები რაღაცა ისეთ ფენად ჩამოყალიბდნენ. რაღაც ოლიგარქებივით ცხოვრობენ და დაისვა რა მაგაზე ერთ სიტყვით კითხვები, რომ ამ გაგანია კრიზისის დროს და ომის დროს რა უნდოდა მოსკოვის ძვირად ღირებულ რესტორანში ამდენ გენერალს დაბადების დღეზე თავმოყრილს, ხო? ესაც მათი ერთ-ერთი სიმახინჯე ერთი სიტყვით, რაზეც გაამახვილეს თავად რუსებმა ყურადღება. აი ხა უფრო დიდ სიმახინჯეზე ვილაპარაკებ, ეს არის რუსეთის პატრიარქი კირილი, ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთის პატრიარქი, რომელიც მე ძალიან კარგად მახსოვს მაგალითად 2022 წლის ის მომენტი, როცა ომი იწყებოდა და კირილმა დაალოცა სწორედ რუსეთის საოკუპაციო არმია ომის წინ და მას შემდეგ არაერთი მის ესეთი განცხადება გვახსოვს, ხო? პირდაპირ არის ჩართული ასეთ მოწოდებებში, რომ ეს არის საფრთხო ომი და აქ აბა რუსებმა თავი უნდა შესწირონ, აი ამ პროპაგანდას ემსახურება ეს კაცი პირდაპირ და ამ შემთხვევაში მან ისაუბრა
ატომურ ბომბზე. ეს ხო სხვადასხვა პირით, სხვადასხვა მოლაპარაკე თავები ხო გაავრცელებენ ხოლმე ამ გზავნილს, ხან მედვედევია ეს, ხან პუტინია, ამ შემთხვევაში კირილი, ხო, როცა მათ რაღაცა რიგზე ვერ აქვთ და კრიზისი აქვთ შიგნით, საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული განწყობების დაბუსტვას მაგის ცდილობენ, რომ ჩვენ ატომური იარაღი გვაქვს და ახლა ჩვენ ჯერ ომი არ დაგვიწყია და თუ დაგჭირდა გამოვიყენებთ. ეს ბოდვა. ნუ ამ შემთხვევაში კირილმა გააჟღერა, რომ ის თურმე ღმერთისგან ბოძებული ყოფილა ეს ყველაფერი, რომ რუსეთს გააჩნია ატომური იარაღი, ესე რელიგიურ ჭრილში გადაიტანა მოკლედ ეს ამბავი, წმინდა ატომური იარაღს ფლობს ერთ სიტყვით რუსეთის დამპალი იმპერია ძვირფასებო. წმინდა ეგ იარაღი. აი ამის თქმა უნდა ძვირფას რუსეთის პატრიარქ კირილს. ხო, ეს არის სულ რაც დღეისთვის მინდოდა რომ მეჩვენებინა და მომეყოლა თქვენთვის. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, ჩართულობისთვის, თუ ამ დრომდე უყურებთ ვიდეოს და შემორჩით, ასე ვთქვათ, ბოლომდე თქვენ ალბათ ხართ ამ არხის სტაბილური მაყურებელი, ხშირი მაყურებელი, განსაკუთრებული ხალხი ხართ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ და მიზრდით мотивაციას რომ გავაგრძელო ეს საქმე და ვაკეთო ეს არხი, რაც მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი რომ ბევრ თქვენგანსაც გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ინფორმაციის არსებობა ქართულ ენაზე, იმ ფონზე რომ ტრადიციულ მედიაში ძირითადად ვერ ან არ შუქდება იმ დოზით, რა დოზითაც საჭირო არის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, ტელი არხებზე და ასე შემდეგ. ასე რომ მნიშვნელოვანი პროექტია ჩემი აზრით და ძალიან მინდა რომ არ შეწყდეს, მინდა რომ მქონდეს ამის საშუალება და დრო რომ გავაგრძელო, ამის რესურსი რომ გავაგრძელო, ჩავარდნები ხანდახან მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ დავქნა ასე მიწევს. არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ მთელი დრო დაუთმო ამ საქმეს, თუმცა ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმისთვის რომ მოკლედ საბოლოოდ ეს არხი თვითმყოფადი გახდეს, ძალიან დიდი ფუნქცია გაქვთ თქვენ. ამიტომ მოგიწოდებთ რომ ჩაერთოთ დონაციაში, დაეხმაროთ ამ პროექტს ფინანსურად. შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი, Patreon-ის პლატფორმის ლინკი, აქვე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ოდესმე თუნდაც 1 ლარი გადმორიცხა ამ პროექტის მხარდასაჭერად. დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, დიდი ალბათობით ესეთი პაუზები აღარ მექნება, ახლო მომავალში ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტი ინტენსივობით განვაახლებ ხოლმე ინფორმაციას. ვეცდები რომ საერთოდაც ეს ყველაფერი ყოველდღიურად გავაკეთო მინიმუმ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. აბა დროებით, ნახვამდის, მადლობა კიდევ ერთხელ.